რუბრიკის ფარგლებში ახლა მე მგონი გადავდივართ შედარებით უფრო ესეთ ფსიქიკის მძიმე დარღვევაზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა მას საუბარი, იმიტომ რომ განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისი ახლობელსაც ან ოჯახის წევრსაც აქვს მსგავსი პრობლემა, შეიძლება მომავალში დაემართოს, რადგან ინფორმირება მკვეთრად ზრდის, ანუ სწორი მკურნალობის და შესაბამისად კარგად ყოფნის ალბათობას. შიზოფრენია ეს არის ფსიქიკის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ქრონიკული დაავადება, ანუ რომელიც დაახლოებით 0.1% მოსახლეობის აღენიშნება და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ანუ მილიონი ადამიანი წელიწადში ეს არის მსოფლიო სტატისტიკა და დღევანდელი მონაცემით დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი არის მსოფლიოში, რომელსაც სტატისტიკურად ან დასმული აქვს ეს დიაგნოზი და ამ დიაგნოზთან დაკავშირებით კურნალობს. რაც შეეხება ცოტა პატარა ისტორიული მოხილვა რო გავაკეთოთ, ეს დაავადება როგორც ცალკე დაავადება გამოიყო მე-19 საუკუნის ბოლოს და ის სახელი, რასაც ახლა უწოდებთ, ანუ შიზოფრენია, ეს 1908 წელს, ანუ მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა ამ სახელის დარქმევა, რომელიც იშიფრება ესე ორ ნაწილად, ანუ ეს არის ფსიქიკის გახლეჩვა. და ეს გახლეჩვის ფენომენი გულისხმობს იმას, რომ ადამიანის ფსიქიკაში, მის ფუნქციებში, აზროვნება, ემოცია, მეხსიერება და ასე შემდეგ ხდება ისეთ შეუქცევადი ცვლილებები, რომელიც ჯამში ადამიანის დესტაბილიზაციას, იწვევს და მის სოციალურ ფუნქციონირებას ყველაზე მკვეთრად არღვევს. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, თვითონ შიზოფრენია, ანუ რა სიმპტომებით ხასიათდება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ძირითადად ეს არის ჰალუცინაციები და ბოდვითი აზრები. ჰალუცინაცია ალბათ ჩვენ ტელემაყურებლისთვის შედარებით ადვილად გასაგები იქნება, როდესაც ადამიანს ესმის ან ხედავს, ან შეიგრძნობს ტაქტილურად, ანუ შეხებით, ან გემოს მხრივ, ან სუნის მხრივ ისეთ რაღაცას, რომელიც რეალობაში არ არსებობს. სმენით ჰალუცინაციის მაგალითია, მაგალითად, როდესაც ადამიანს თითქოს ესმის ვიღაცის ხმა, რომელიც მას ესაუბრება და რეალურად ესეთი ადამიანი ის ხმა არ არსებობს. შეიძლება ესმოდეს ერთი ადამიანის ან ბევრი ადამიანის ხმა ნებისმიერი შინაარსი და როგორც წესი ეს შინაარსი არის ხოლმე ნეგატიური შინაარსის საშიში ესე რომ ან შეურაცხყოფას აყენებენ ან მასზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობენ, ან რაღაცა ბრძანებას მითითებას აძლევენ, რაღაც გააკეთოს. შესაძლებელი ადამიანი აღწერდეს, რომ ეს ხმები მას ესმის როგორც ყურში, ასევე შეიძლება გადმოგცემდეს, რომ ეს ხმები მას ესმის ფიქრების სახით. ანუ ისე არ ესმის, როგორც ჩვენ მაგალითად ჩვეულებრივი ხმა როცა გესმის. მონებაში ფიქრების სახით. მხედველობით ჰალუცინაციები შიზოფრენიის ნაკლებად დამახასიათებელია კონკრეტულად ამ დაავადებისთვის, თუმცა ესეც შესაძლებელია რომ შეგხვდეს და ძალიან იშვიათია ეს შეხებითი ან გემოვნებითი ან ყროსვითი ანუ ჰალუცინაციები. რაც შეეხება ბოდითას, აქ ანუ პარანოია, ეს არის ტერმინი, ანუ ბოდითი აზრის, აქ უკვე ალბათ ჯობია შედარებით უფრო დეტალურად და კარგად ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს რა არის პარანოია. პარანოია ეს არის აბსოლუტურად რეალობას მოკლებული ცდარი მსჯელობა და აზრი, რომელიც კორექციას არ ექვემდებარება. ანუ რას ნიშნავს კორექციას არ ექვემდებარება? ბუნებრივად ჩვენ შეიძლება ბევრ რაღაცაზე გქონდეს რაღაცა ცდარი აზრი, მაგრამ ან ჩვენმა ფსიქიკამ მალევე თვითონ გაასწოროს, ან დაუჯეროთ ადამიანს, რომელიც მეუბნება, რომ აცდენილი ვართ ლოგიკას, ხო? ესეთ დროს ესეთი ადამიანები, თქვათ, შეუვალები არიან, ხო? ანუ არ იცვლიან გადარწმუნება არ შეეძლოს, ხო? არ ექვემდებარება და როგორც წესი არიან აბსოლუტურად დარწმუნებული, თუმცა შესაძლებელია იყოს პარანოია, მაგრამ მთლიანად 100%-ით არ იყოს ამაში დარწმუნებული, მაგრამ ძირითადად უმეტესად მაინც იყოს ამაში დარწმუნებული და პარანოიის შინაარსი ძალიან მრავალფეროვანია, ყველაზე მეტად რაც ხდება განსაკუთრებით, რადგან ჩვენ შიზოფრენიას ვსაუბრობთ, ეს არის დამოკიდებულების და დევნის აზრები. ან დამოკიდებულება არის, როდესაც ადამიანი გრძნობს, ფიქრობს, რომ
თითქოს სხვა ადამიანების დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვალა. მაგალითად, მას დაცინიან, მუდმივად აკვირდებიან, ქუჩას მიმავალს ყველა მას უყურებს, ან გონია რომ მუდმივად ნებისმიერი ორი ადამიანი, რომელიც მოშორებით ან ჩუმად ესაუბრება ერთმანეთს, მას ესაუბრობენ, აი მის წინააღმდეგ რაღაცას აწყობენ. რაც შეეხება დევნის აზრებს, ეს ძირითადად გამოიხატება, როცა ადამიანს აქვს აზრი, რომ მას კონკრეტული ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფი ან რაღაცა ორგანიზაცია ან ასე შემდეგ მას დევნის ავიწროებს, მისთვის უნდა ფიზიკური ან სხვა ტიპის ზიანის მიყენება, მასზე სხვადასხვანაირად მოქმედებს, თვალთვალებენ უსმენენ და ასე ეს ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს, თქვათ რაღაცა მოხდა და მერე წლების შემდეგ შეიძლება ასე ითარგმნოს ეს ყველაფერი, თქვათ. იცით რა ტრავმა არ არის არ ჩდება, ანუ შიზოფრენიის გამომწვევ მიზეზებს შორის, ანუ პირველ და მეორე ადგილზე. პირველი ეს არის გენეტიკა, მემკვიდრეობა, გენეტიკა. ძალიან მაღალი შეჭიდულობა აქვს ამ დაავადებას. ანუ მაგალითად ერთი მშობლის შემთხვევაში დაახლოებით 10-15%-ია იმის ალბათობა, რომ შულსაც იგივე დაავადება ქონდეს, ორივე მშობლის დიაგნოზის შემთხვევაში ეს პროცენტი მკვეთრად იზრდება და დაახლოებით 40-50%-ია და ასე შემდეგ. ასევე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ არა მარტო მიზეზებზე, არამედ პროვოცირებელ ფაქტორებზე. ანუ რა ფაქტორებმა შესაძლებელია განაპირობოს ამ დაავადების გამომჟღავნება, ანუ მანიფესტირება. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს გენეტიკური მიდრეკილება რაღაც დაავადების, მაგრამ ეს დაავადება არასდროს არ გამომჟღავდეს, ხო? შეიძლება პირობით რათა დიაბეტი ყოველთვის კარგად ნაცნობია, ასევე მაღალ გენეტიკურად შეჭიდული დაავადება, მაგრამ შესაძლებელია რომ არ განვითარდეს თუ მას გარკვეულწილად ხელს შეუწყობ. და აი აქ პირველ ადგილზე შიზოფრენიის აღმოცენებაში ეს არის ძირითადად ან მარიხუანა, რომელიც დაახლოებით 30 ჯერ ზდის იმ ადამიანებში, ვისაც აქვს ფსიქოზის ან შიზოფრენიის მიმართ მიდრეკილება, 30 ჯერ ზდის იმის ალბათობას, რომ ასეთ ადამიანს დაემართოს ფსიქოზი ან კონკრეტულად შიზოფრენია. დიახ. ალკოჰოლი ნაკლებად. გამოვლინება. Ну, გასაგებია რომ რაღაცა მიზეზმა შეიძლება შეუწყოს ხელი და ამიტომ გამოვლინდეს ვთქვათ. მაგრამ რა საკიდან ხდება მაგალითად? ну, ოდნავ განსხვავებულია სქესთან მიმართებაში, ანუ როგორც წესი, მამრობით სქეს ცოტა უფრო ადრე ვლინდება ეს დაავადება და ძირითადად ეს ვლინდება 18-30 წლის ასაკში, ოდნავ უფრო ადრე მამრობით სქესში და მდედრობით სქესში შედარებით უფრო გვიან, თუმცა ეს ზოგადი სტატისტიკაა და ეს არნიშნავს, რომ აუცილებლად ყველა ადამიანზე ასე ვრცელდება. ითვლება, რომ 35-40 წლის მერე ამ დაავადების დაწყება, ანუ აღმოცენება პრაქტიკულად არ ხდება. მაინამდე თუ გამოვლინეთ. დიაგნოსტიკა ხო, დიაგნოსტიკა რთული და რამდენად კომპლექსურია, ეგ არის ყველა საინტერესო. ანუ დიაგნოსტიკა ცოტა მიდგომა აქვს, ახლა ფსიქიატრია მსოფლიოს ძირითადად იყენებს ორ კლასიფიკაციას, ეს არის საერთაშორისო კლასიფიკაცია, ICD-10 ეს არის მისი აბრევიატურა, ახლა უკვე 11 ვერსია, რომელიც აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უკვე იძლევა საშუალებას და რომ ერთ თვეში ანუ აღნიშნული დიაგნოზი იყოს დასმული, ну, ამერიკის დაავადებათა კლასიფიკაციის მიხედვით 6 თვე მაინც უნდა იყოს. დაკვირვება. დიახ, დაკვირვება, რომ საბოლოოდ მიიღოს ექიმმა გადაწყვეტილება და აღნიშნული დიაგნოზ, ანუ ოფიციალური სახე მისცეს. აი, განკურნების ნაწილი ეს არის ქრონიკული დაავადება, შესაბამისად, უბრალოდ კონტროლი უნდა იყოს ამის მთელი ცხოვრება? კურნალობა და არა კონტროლი. კურნალობა. ხო, კონტროლში შეიძლება. და მკურნალობაში რა იგულისხმება? მედიკამენტოზე მკურნალობა, ალტერნატივა. მართვა, ანუ რა თუ დიახ, ანუ ეხლა რატოა ეს დაავადება ასეთი მნიშვნელოვანი, მოგონი ჯობია ჩვენ ამაზე ვისაუბროთ, ანუ გარდა იმისა, რომ როდესაც ადამიანს აქვს წავე ფაზა, ანუ ამ დაავადებას აქვს ორი ნაწილი. პირველი ნაწილი ეს არის ის სიმპტომები, ჰალუცინაციები და პარანოია, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რომელიც როდესაც ეს სიმპტომები არის მწვავედ გამოვლენილი, ანუ მკვეთრად გამოვლენილი, მკვეთრად ცვლის ადამიანის ქცევას. ამ დროს შეიძლება წამოვიდეს აგზნება, აგრესია,
სხვადასხვა ტიპის არაადეკვატური ქმედებები. გარიყვის მცდელობა საზოგადოებიდან ხო, იმიტომ რომ პარანოიაზე რო საუბრობდით, აი რომ გონია რომ სუმას ელაპარაკობენ, მას აკვირდებიან და იზოლაცია სახდენს, დიახ, იმიტომ რომ შეიძლება სახლიდან არ გადიოდეს, მაგალითად მუდმივად ეგონოს, რომ ფარდებს აფარებდეს, რაღაცა კარების იმიდან იყურებოდეს, იმიტომ რომ ეგონოს, რომ მას სახლში უსმენენ ტელეფონს თიშავდეს, ანუ კომუნიკაცია შეწყვიტოს, სოციალური ქსელები დახუროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული პოზიტიური სიმპტომატიკა. ანუ პოზიტიურ სიმპტომატიკაში იგულისხმება რაღაცა გარკვეული სიმპტომი, რომელიც ადამიანის ნორმალურ ფსიქიკაში არ ხდება, ანუ ჩვენ პარანოია და ჰალუცინაცია ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანს არასდროს არ აქვს არც ერთი წამით. ხო ესეა. არის ამ დაავადების და აი ამ მწვავე ფაზაში, როდესაც ეს სიმპტომები არის გამწვავებული, ადამიანის ქცევა და ზოგჯერ უმართავიც ხდება, შეიძლება საშიშიც გახდეს საკუთარი თავისთვისა, ზოგჯერ სხვა ადამიანებისთვის. მეორე ნაწილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ეს რჩება ხოლმე ძალიან ხშირად ყურადღების მიღმა, განსაკუთრებით თვითონ იმ ადამიანის მიერ, რომელსაც აქვს ეს დაავადება, ანუ ოჯახის წევრების მიერ და ეს ყოველთვის ექიმმა ძალიან კარგად დააუხსნას პაციენტს და მის ასე ვთქვათ ოჯახის წევრს, ეს არის ნეგატიური სიმპტომები. ანუ ამ დაავადება, ეს მწვავე სიმპტომები, როგორც არის პარანოია და ჰალუცინაცია, მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად ახდენს რედუცირებას და შეიძლება გარკვეულად და შეესქნება 2 კვირა, 2 თვე თუ რამო ზოგჯერ 6 თვე ჭირდება და მეტიც ეს სიმპტომები ნელ-ნელა დაიწევს და გაილიოს. ხო, რამდენად შეიძლება ვთქვათ რეგულირება ამ სიმპტომების. ანუ საბოლოოდ შეიძლება ასე ვთქვათ ეს გაიწოვოს ეს სიმპტომები თუ ძალიან ხშირ უმეტეს შემთხვევაში, აბსოლუტურ უმეტეს შემთხვევაში ამ სიმპტომების ან ძალიან მკვეთრად შემცირება ხდება, ან სრულად გაქრობა ხდება. და რამე მიზეზია, რაც შემდეგ შეიძლება გამეორება გამოიწვიოს. ეს ან ამაზე გადავალთ, მოდით ეს დავასრულოთ ლოგიკურად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ნეგატიური სიმპტომები, რომელიც განსხვავებით პოზიტიური სიმპტომებისგან არის შეუქცევადი. ანუ მათი აღდგენა მედიკამენტოზურად პრაქტიკულად შეუძლებელია, მინიმალურად. ანუ ნეგატიური სიმპტომები რატო ქვია ნეგატიური? ანუ ეს არის პოზიტიური, ანუ არსებულ ფსიქიკას რაღაცა დაემატა, რომელიც ნორმაში არ არსებობს. რაც შეეხება ნეგატიურ სიმპტომს, ეს არის პირიქით, ანუ ეს არის სიმპტომები, რომელიც ჩვენ, ანუ ადამიანს, რომელსაც არ აქვს მსგავსი დაავადება და აქვს მაგალითად ემოციების გამოხატვა, სიამოვნების მიღების სურვილის ქონა, мотивация, გესმით, სწორი აზროვნების ტიპი და იწევს ამის რეგრესს, ანუ დაქვეითებას. არაფერი აღარ გაიგებს. ანუ აპათია, ანუ ემოციების დაქვეითება, мотиваციის ნაკლებობა, ანჰედონია, ანუ სიამოვნების და ამის ნორმაში და ნორმალიზება რამდენად შესაძლებელია? ურეთ როგორ არის მედიკამენტოზური მკურნალობა? ძალიან მნიშვნელოვანი არის დაავადების საწყის სტადიებზევე ადეკვატური მკურნალობის დაწყება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უწყლეტობა ამ მკურნალობის, იმიტომ რომ ეს წლები და როგორც წესი მთელი ცხოვრება გრძელდება და თუ არის მკურნალობა სწორად ჩატარებული, უწყვეტად ჩატარებული, მედიკამენტები არის სწორად დანიშნული, პაციენტი მათ მიღებას არ წყვეტს, ან არ იღებს ისეთ საშუალებებს, რომელიც ამ დაავადებასთან არათავსებადია, მაგალითად ნარკოტიკებს, ხო? ასეთ შემთხვევაში დაავადება ვერ ახერხებს, ან ძალიან ნელა ყალიბდება ეს ნეგატიური სიმპტომები. იმიტომ რომ ეს როდესაც ჩამოყალიბდება, ანუ ადამიანს პირობითად რო დაუქვეითდება სიამოვნების მიღების უნარი, ანუ ანჰედონია ჩამოყალიბდება, ეს უკვე შექცევადი არ არის უკვე. ან ძალიან მინიმალურად არის შექცევადი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა განხორციელდეს უწყვეტად, რომ ეს ნეგატიური სიმპტომები არ განვითარდეს, იმიტომ რომ პოზიტიური სიმპტომი, ან ჰალუცინაცია და ბოდვა რამდენჯერაც არ უნდა დაემართოს ადამიანს, ანუ აღდგება მკურნალობა და მივიღებთ შედეგს. მაგრამ ყველა მომდევნო შეტევა, ანუ ძირითადად შიზოფრენია მიმდინარეობს შეტევითი სახით, ანუ ესე ტალღისებურად, როდესაც აი სიმპტომები, რაც არის ჰალუცინაცია და პარანოია, პერიოდულად წავდება, ადის გარკვეულ ანუ პიკზე, მერე მკურნალობის შედეგად ან ზოგჯერ მკურნალობის გარეშე შესაძლებელია ეს ქვემოთ დაეშოს. მაგრამ აი ამ ყველა შეტევა
კი მკურნალობ გამოყავს ამ მდგომარეობიდან, მაგრამ თავის ყვალს მაინც ტოვებს და თავის ყვალს ტოვებს ამ ნეგატიურ სიმპტომებთან მიმართებაში. ამიტომ არის საკრალურად მნიშვნელოვანი, რომ არ დაუშვათ გამწვავებები და ეს იცოდეს დაავადებულმა ადამიანმა, ვისაც აქვს ეს დაავადება და ასევე ოჯახის წევრმა ან იმ ადამიანმა, ვინც ამ ადამიანს რაღაცნაირად ეხმარება ამ დაავადების მართვას. რამდენად შეიძლება რომ ასეთმა ადამიანმა საკუთარ თავს რამე დაუშაოს ასე დროს, როდესაც აი შეტევის დროს, თქვა და რამდენად საფრთხილოა ეს და ოჯახის წევრებმა რამდენად უნდა გაითვალისწინონ ეს ამბავი, მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ხო, ზოგადად აი სტიგმა რო არ გამოვიწიოთ, ითვლება რომ აი მაგალითად კვლევების სტატისტიკა რო არის აღებული და ზოგადი პოპულაცია და ფსიქიკური დაავადებები მქონე ადამიანები, სტატისტიკა არ განსხვავდება, შესაბამისად ეს არ უნდა გახდეს იმის საბაბი, რომ ჩვენ ნებისმიერი სიმძიმის ფსიქიკური დაავადების ადამიანის ასე ვთქვათ, რაღაცა შიში ქონდეს. თუმცა გამწვავების ფაზაში, ფსიქოზის დროს როგორც აგრესიის, ასევე აუტოაგრესიის, ანუ სხვის მიმართ აგრესიის. მაჩვენებელი მატულობს. მკვეთრად მატულობს და ეს არის დაავადება, რომლის დროსაც, სუიციდით საკმაოდ არც თუ ისე მცირე პროცენტში ადამიანები ასრულებენ სიცოცხლეს. აი თქვენ ახსენეთ სტიგმაც. დიახ. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ფსიქიკური დაავადებები რაც არის, ზოგადად სტიგმატიზირებულია. ამაზე ხმამაღლა საუბარი, გარკვეულწილად მაინც უჭირთ ადამიანებს, ან სხვენიათ ამაზე გვისაუბრია ჩვენც. ამ შემთხვევაში აი შიზოფრენიის დიაგნოზით ადამიანების სტიგმატიზება რამდენად ხდება საზოგადოებაში, თქვენ მაინც გქონიათ შეხება მასთან? ბრივია, სტიგმა არა საქართველოში არსებობს ყველგან. და ისეთ ძალიან მაღალ განვითარებულ ქვეყნებში ჩვენ როგორია პირობითად ავიღოთ შვეიცარია, ფინეთი, გერმანია, ასე შემდეგ, სტიგმის ხარისხი ძალიან მაღალია და შეიძლება ჩვენზე მაღალიც იყოს ან ოდნავ დაბალი, ანუ მკვეთრი სხვაობა ამ მხრივ არ არის რა. და განსაკუთრებით ამ დაავადებასთან მიმართებაში სტიგმა ძალიან მაღალია. ეს ზოგადად არის პრობლემა არა მარტო ადამიანისთვის, როცა დიაგნოზი ან როცა ეს დაავადება დაემართება, არამედ ოჯახის წევრებისთვისაც, ხო? მშობლები, მეუღლე თუ ასე შემდეგ და ძმა და ასე შემდეგ, მაგრამ აი ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი, რატო ვახსენე, რომ ეს ნეგატიური სიმპტომები, როდესაც იწვევს აი ამ გაქრობას, აპათიას, აჰედონიას, აზროვნების შეცვლას, ანუ მიუხედავად იმისა, რომ დიდი სტრესია, როდესაც ადამიანს საკუთარ თავზე ან ოჯახის წევრზე გაიგებს, რომ ეს დაავადება აქვს, ანუ დროულად თუ და გადაერთოს იმაზე, რომ დროულად უკუნალოს ამ დაავადებას, რომ საბოლოო ჯამში ეს რეგრესია არ მოხდეს. იმიტომ რომ თანამედროვე მედიკამენტები, რომელიც დაახლოებით ბოლო 25 წელიწადი, 30 წელიწადია შეიქმნა ამ დაავადების სამკურნალოდ, საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა. და კარგ შედეგს იძლევა არა მარტო ბოდვის და ჰალუცინაციის შესამცირებლად, რაც წეღან ბექა გაინტერესდა რა ვადაში და რამდენად კუპირებას ეხონდებარება, არამედ იწევს იმ ნეგატიური სიმპტომების განვითარების პრევენციასაც. მაგრამ ამას იწევს ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა არის უწყვეტად კარგად ჩატარებული და ამას ბევრჯერ უნდა გაუსვათ ხაზი, რომ ეს უწყვეტობა ამ დაავადების მკურნალობის არის საკრალოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ პრინციპში ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ბევრი ადამიანი სერიოზულად არ ეკიდება ფსიქიკურ ჯანმრთელობას. და ხშირად შემოიფარგლებიან ხოლმე ისეთი ფრაზები, თუ ადამიანს რაღაცა გამოკვეთილად აქვს რაღაც სიმპტომი, შეიძლება ოჯახის წევრმა მათ შორის უთხრას, რომ არაფერი ისეთი არ გჭირს და დამშვიდდი და კარგად იქნები ცოტა ხანში და რაღაცა. ან რაღაცა წამალი ურჩიონ. ან რაღაცა წამალი თვითონ ურჩიონ და ასე შემდეგ. რამდენად ხო და რისი თქმა მინდოდა საბოლოო ჯამში, რომ არ მიდიან ექიმთან იმის გამოც, რომ ხშირ შემთხვევაში ეს არ არის ხელმისაწვდომი, ვთქვათ, ფინანსური თვალსაზრისით. რამდენად არის მკურნალობა ხელმისაწვდომი, ეგ მაინტერესებს საბოლოო ჯამში. მედიკამენტები რამდენად არის ხელმისაწვდომი, ფინანსდება თუ არა, ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან. ეს დაავადება სრულად დაფინანსებული არის სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან ბევრი წელია და ყოველთვის ესე იყო. და ამას ფედერალურ დონეზე, სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
ანუ როგორც ამბულატორიულად, ანუ სახლში დანიშნულება და სახლში მედიკამენტების მიღება, თავისი მედიკამენტების მიღწევით, ასევე სტაციონარულ მკურნალობას რა. სრულად დაფინანსებულია, დიახ, ამიტომ ამ ხრივ ფინანსურად ხელმისაწვდომის პრობლემა არ დგას ნამდვილად და რჩება ის, რომ ადამიანი უბრალოდ უნდა მივიდეს, ან ურჩიოს თქვათ ოჯახის წევრმა, რომ ეხლა მიიყვანოს, რომ ნუ ეს იქნება რაღაც მსგავსი გჭირს, რა რაღაც დარღვევაა და დიაგნოსტიკაზე, ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პროგრამის პარტნიორებში თანამედროვე მედიკამენტებიც ხელმისაწვდომია ამ პროგრამის პარტნიორებში. მომართვიანობა ჩვენს ქვეყანაში და სტატისტიკა თუ გვაქვს თქვათ, რამდენი ადამიანი ამ დაავადებით. ჩვენთან მე სამწუხაროდ არ ვფლობ ზუსტად ამ სტატისტიკა გასაგებია. მონაცემს, რომ სტატისტიკის დეპარტამენტს ექნება ეს დაავადება ისევ როგორც სხვა დაავადებები უნიფიცირებულია. ესმით, ანუ მკვეთრი სხვაობა პროცენტ შეეწეღა რომ საუბრობდი დაახლოებით 0.7-0.5-დან 1%-მდე პირობითად ესე ავიღოთ, ხო? ეს როგორც წესი უნიფიცირებულია, ყველა ქვეყანაში ერთია. და არ მოქმედებს აი მაგალითად მეტად ეკონომიურად განვითარებული ქვეყანა, ნაკლებად ეკონომიურად განვითარებული ქვეყანა, იმიტომ რომ წეღანას თქვით რომ ეს გენეტიკურად ძალიან შეჭიდულია ეს დაავადება, უბრალოდ შესაძლებელია ეს სტატისტიკური ციფრების სხვაობა იყოს აღრიცხვიანობაში და სტატისტიკური მონაცემების დამუშავებაში, ხო? ანუ ძალიან დაბალ ეკონომიურად განვითარებულ ქვეყნებში, თქვათ, შეიძლება სერვისები არ იყოს, ან ცნობადობა ამ დაავადების ნაკლები იყოს, გესმით, ან არაურბანულ ტერიტორიებიდან ვერ ახერხებდნენ ფსიქიატრ ამ პირობითად მისვლას, ხო? ამიტომ ასეთ ქვეყნებში ან ასეთ ტერიტორიებზე შეიძლება უბრალოდ სტატისტიკური მონაცემების სხვაობა იყოს, მაგრამ ითვლება, რომ ეს ყველა ქვეყანაში, ყველა პოპულაციაში არის ერთნაირი. უბრალოდ აქ არის საუბარი იმაზე, რომ პირობითად რო აიღეს მაგალითად უსახლკარო ადამიანების ამერიკაში სტატისტიკა იქ გაცილებით მაღალი იყო. მაგრამ იმიტომ კი არ იყო მაღალი, რომ უსახლკარო ადამიანებს უფრო ხშირად ემართებათ, არამედ პირიქით. იმიტომ რომ ამ დაავადების კურნალობა ვერ მოხდა, გამოიწვია ეს რეგრესი ფსიქიკის, მოტივაციის ნაკლებობა, ანუ ადამიანს გაუქრა ყველაფრის. რამაც გამოიწვია მისი სოციალური რეგრესი, დიახ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჯერ ქვეითდება ძალიან შედარებით უფრო ესეთი მაღალი მოთხოვნები, ასე ვთქვათ, კარიერის წისვლის ამავდროულად და ბოლოს თუ ეს დაავადება 10 წლეულის ან რამოდენიმე წლეულის განმავლობაში არ იქნა ადეკვატური მკურნალობა ჩატარებული, ბოლოს ადამიანი აი შეიძლება ელემენტარულ პირად ჰიგიენასაც არის. სოციალურ კლასთან არანაირ კავშირში არ არის. ეს ყველაფერი უბრალოდ ადამიანს თუ სჭირს ეს დაავადება, ხო, მე უკვე აი ეს აპათია იწვევს იმას, რომ მან შეიძლება დაკარგოს ყოველგვარი სურვილი და მოტივაცია წინსვლის პროგრესის და ხო. თვალსაჩინოებისთვის მე მინდა ურჩიო, ეხლა ბუნებრივ ეს დაავადება ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს ჰქონდა. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ყველა აი ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი მაგალითია, ეს არის ანუ მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯონ ნეში და მასე ფილმიც არის გადაღებული ბრწყინვალე გონება და მე ურჩევ, თქვათ, სიზოფრენით დაავადებული ადამიანის ოჯახის წევრებს, რომ ეს ფილმი ნახონ. ნანახი მაქვს. კი. სადაც ნათლად ჩანს მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ასე ვთქვათ, ეს დაავადება წინა საუკუნის 70-იან წლებში და მართა 80-იან წლებში და მაშინ მედიკამენტები არ იყო ისეთი დახვეწილი, ისე მაღალი ეფექტური. იმ ფილმშიც კი ჩანს, როდესაც ადამიანი თუნდაც იმ ძველ და არასრულყოფილ მედიკამენტებს რო იღებდა, რამდენად ის ეხმარებოდა იმაში, რომ ის სოციალურად უფრო ადაპტირებული ყოფილიყო. და აქვე ერთ კითხვას დაგისვამთ, აი ეს ოჯახის წევრებზე ახსენეთ, ოჯახის წევრები რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებმა გაიაზრონ ამ პრობლემის შესახებ, ან მათაც თუ ჭირდებათ გარკვეული დახმარება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი შეიძლება თვითონ ვერ აღიქვამდეს, ვთქვათ, იმ პრობლემას, რომელიც მას აქვს, თუ არ არის ჰალუცინაციები გამოხატული და ასე შემდეგ. საერთოდ ეს არის ისეთი პრობლემა და არა მარტო ეს პრობლემა ფსიქიკაში, არამედ ნებისმიერ სხვა პრობლემის დროსაც, ანუ იმ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანთან, მათთვის სწორი ინფორმირება და საგანმანათლებლო მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, ჩვენ ცენტრში ყოველთვის კვირაში ერთხელ გვაქვს შეხვედრა
ის პაციენტები, რომლებიც ჩვენთან დღის ცენტრში მკურნალობენ, როდესაც ჩვენი სპეციალისტები ოჯახის წევრებს შეკრებენ და ძალიან დეტალურად უხსნიან ყველა დაავადებას, დაწყებული შფოთიაშობობიდან დეპრესია, ბიპოლარი, დამოკიდებულებები, ანუ ადიქტოლოგიის მიმართულებით და რასაკვირველია, ეს ეხება ფსიქოზებს და მათ შორის შიზოფრენიას, იმიტომ რომ აი ეს კარგი სწორი ცოდნის მიცემა, ინფორმაციის მიცემა, რჩევების მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო. ნამდვილად ასეა და ჩვენ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავიგეთ, რომ შიზოფრენია ნამდვილად არ არის განაჩენი, მისი მკურნალობა აუცილებელია და თან იძლევა შედეგს, რაც მთავარია და შეიძლება ნორმალიზება ამ სიმპტომების. და ჯანსაღი ცხოვრების გაგრძელება ჩვეულებრივ რიტმში. ნამდვილად ასეა და ხო, რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები მივიდეთ ექიმთან, ხო? და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ასევე ოჯახის წევრების ჩართულობა ამ ამბავში, ხო? და სასირცხვილო არაფერი არ არის კონკრეტულ დიაგნოზებში.